მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ქრისტიანული ფერთა სიმბოლიკის შესახებ. Გქონდა უკვე ორი გადაცემა გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოზაიკის ფერთამეტყველების შესახებ. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი საუბარი. კერძოდ მთავარანგელოზი გაბრიელის შესამოსლის ფერადოვნების სახისმეტყველება. მოგეხსენებათ, რომ გელათის მოზაიკაზე გამოსახული ღვთისმშობლის მარცხნივ დგომი მთავარანგელოზი გაბრიელი შემოსილია მოიისფრო სამოსლით. სანამ ამ ფერზე საუბარს დავიწყებთ, აქვე უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ ბედითობის გამო ეს მონასტერი ორჯერ იქნა ნახანძრალი, რის გამოც დღევანდელი ფერადოვნება, ჟღერადობა ფერისა არის რამდენადმე დაბინდული, ის საჭიროებს გაწმენდას და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როდესაც გელათის მონასტრის რესტავრაცია განსრულდება, ალბათ ქართველი ერი კიდევ ერთხელ იხილავს მის მოზაიკის თავდაპირველ ბრწყინვალებას. ამჟამად გვინდა შევეხოთ მთავარანგელოზი გაბრიელის შესამოსლის ფერს. ეს არის მოიისფრო გამჭვირვალე სამოსი, არაჩვეულებრივი ოსტატობით მოგებული და ვეცადოთ განსაზღვროთ თუ ის აარონის სამკერდულის რომელ ქვას შეესფერება. ფერითი დიაპაზონი ასეთია: ღია იასამნის ფერიდან შეიძლება ითქვას სოსანი, ძოწისფერი, აი ასეთი ვარიაციით. და აი ამგვარი ფერადოვნებისა აარონის სამკერდულზე არის ქვა ამეთვისტო, რომელიც მეცხრე თვალია და რომელიც ნიშნავს იაკობის ძეთაგან იზაქარს. ჩვენ ადრე მოგახსენეთ იმის შესახებ, რომ უფალმა პატიოსან თვალთამეტყველებით იწინასწარმეტყველა შესაბამისი ტომის მთელი ისტორია. თუ ის სად იცხოვრებდა, რომელ ადგილზე და მისი შთამომავლობიდან რა იქნებოდა მნიშვნელოვანი ისრაელისთვის და კაცობრიობისთვის ზოგადად. აი ამ კუთხით თუ შევხედავთ, ძალიან საინტერესო მითითებას გვაძლევს ეპიფანი კვიპრელი. ხოლო ნაწილი მკვიდრობისა იზაქარისა ასეთია: ხვდა წილი გალილეაით კერძო მახლობელად მთასამას თაბორსა, რომელსა ახდა უფალი, სადა იგი იყვნენ მისთან და მოსე და ელია და სხვათა მოციქულთაგანი. ახლა რაც შეეხება იზაქარის ცხოვრების და მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მის უთნილ ტერიტორიას მიეკუთვნება მთა თაბორი, სადაც მოხდა უდიდესი სასწაული კაცობრიობისთვის უფლისფერის ცვალება. ახლა ვეცადოთ განმარტოთ თვითონ ამეთვისტოს სახისმეტყველება როგორია, თვითონ ქვა როგორი შექმნა უფალმა და აი ამ შესაქმეში როგორ გაცხადდა ის, რაც მოხდა თაბორის მთაზე. თვალი ამეთვისტო განეკუთვნება კვარცის ჯგუფს. ის არის კვარცი. კვარცი მოგეხსენებათ, არის გამჭვირვალე კრისტალებიანი მინერალი, რომლისდანაც იბადება, ასე ვთქვათ, ბროლი, უпростоრად ბროლის დედაა კვარცი, ისევე როგორც სადაფი არის დედა მარგალიტისა. კვარცს ახასიათებს გამჭვირვალება, ის წყლის სიმბოლოც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ამეთვისტოზე, რომელიც არის ფერადოვანი. მაგრამ ეს ფერი არ არის ამეთვისტოსთვის საღებავით მინიჭებული, არამედ უფალმა ისე განაგო თვითონ ამ გამჭვირვალე თეთრი კრისტალების წყობა ამეთვისტოს შიგნით, რომ მასში შესული ფიზიკური სინათლე გადაწყდება რა, ის გვაძლევს აი ამისთანა საკვირველ ფერადოვნებას. ანუ სტრუქტურა გვაძლევს ამას, ასე რომ ამეთვისტოს კრისტალთა წყობა მოუცილებლად გულისხმობს ერთის მხრივ ბრწყინვალებას და ნათებას კვარცისა, მის გამჭვირვალებას და მეორეს მხრივ მის ძოწისფერო, მის იისფერობას, მის სოსან ელფერს. ახლა როგორც ჩვენ უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ წინა საუბრების დროს, ეს არ არის შემთხვევითი. ეს ფერადოვნება გადის თავდაპირველ არქეტიპულ სახისმეტყველებაზე და ის
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მიგვანიშნებს ამ ქვის მონაწილეობაზე მისი მომნიშნელი, მისი მგულისხმებელი იაკობის ძის ისტორიაზე. ეხლა რას მიგვანიშნებს ამ ეთვისტო? როგორც მოგახსენეთ, ის არის გამჭვირვალე ქვა, კვარცია. კვარცი და ბრული, ეს არის სინონიმები და კვარცი და ბრული უკავშირდება პირდაპირ სახელდებით, ამ შემთხვევაში ბრული, სახელდებით უკავშირდება ზეციურ იერუსალიმს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ზეციური იერუსალიმს აღწერის დროს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ასე გადმოსცემს მის ნიადაგს, მის საფუძველს. საფუძველი ზეციური იერუსალიმისა არის ვითარცა წმინდა ჭიქა და ხალასი ოქრო. წმინდა ჭიქა ეს არის ბროლი, ხოლო ხალასი ოქრო არის ბაჯაღლო ოქრო და ორი ამ ნივთიერების თანამყოფობით არის მონიშნული ზეციური იერუსალიმის ნიადაგი. ახლა შემდეგ განმარტებელი წმინდა ანდრია კესარია კაბადოკიელი კი ამბობს, რომ მახარებელმა ორი ნივთიერებით გამოხატა, თორე სინამდვილეში ზეციური იერუსალიმის ნიადაგი ენით უთქმელი და წარმოუდგენელია ხორცში მყოფი ადამიანისათვის მისი გააზრება. ასე რომ ვიმეორებ, კვარცი არის ერთ-ერთი მოუცილებელი ნაწილი ზეციური იერუსალიმის. აქვე მე სარგებლობ შემთხვევით და მინდა მოგახსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი სახის ქრისტიანული ხელოვნების ისეთი მნიშვნელოვანი სახის, როგორიც არის მინანქარი სახისმეტყველების შესახებ. მინანქარი არის როგორც მასალა პირდაპირ მოწმობა ზეციური იერუსალიმის. ხო, რაში მდგომარეობს ეს? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი მინანქრის საფუძველი არის ხალასი ოქრო, ანუ ბაჯაღლო ოქრო, ხოლო ბაჯაღლო ოქროთივე შესრულებული ნახატი ტიხრებით გადმოცემულია გამოსახულება, რომელიც მიიღება კვარცის, ანუ პირობითად მთის ბროლის ნაფხონში შერეული ფერადოვნებით. ასე რომ ვიმეორებ, მინანქარი როგორც ხელოვნების დარგი პირდაპირ ტექნოლოგიურად გადმოსცემს ზეციური იერუსალიმის სახეს. ეს არის ხილული ხატი იმისა, თუ როგორი იქნება მართალთა შესვლა სასუფეველში. ეხლა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგახსენებთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი სხეული აბსოლუტურად სხვა განზომილებით არის, ამისი მაგალითი მოგვცა უფალმა თვითონ ჯერ კიდევ საკუთარი მკვდრეთით აღდგომის წინ ფერისცვალების დროს. ახლა სანამ ჩვენ ფერისცვალებაზე ვილაპარაკებთ, მე მინდა აგრეთვე კვარცის მეორე თვისება იასამნისფერობა განსაზღვროთ, რომელიც თავისი ძირით ადის ძოწისფერისა და ღვინისფერისაკენ. ასე რომ კვარცი ერთის მხრივ არის თავისი გამჭვირვალებით ზეციური იერუსალიმის მიმართებელი, ხოლო მეორეს მხრივ კი ღვინისფერის და ძოწისფერის მატარებელია. ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ღვინისფერობა და ძოწისფერობა, ეს არის მსხვერპლის ფერი. ახლა ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ უფალმა ასე შექმნა, რომ მოუცილებლად ერთმანეთისგან განუყოფლად არის ამეთვისტოს ფერადოვნება და მისი გამჭვირვალება და კვარცის მოწმობა ზეციური იერუსალიმის, რას უნდა ნიშნავდეს და რა კონტექსტს პოულობს ის თვითონ იზაქარის მკვიდრობასთან წმინდა მიწაზე. როგორც მოგახსენეთ, იზაქარის მიწა ფლობდა თაბურის მთას, სადაც ავიდა უფალი სამრჩეულ მოციქულთან ერთად და მათ წინაშე იცვალა ფერი. ახლა რას ნიშნავს ფერისცვალება? მოგეხსენებათ თქვენ კარგად, რომ ფერისცვალება ეს არის უფლის ჯვარცმამდე და აღდგომამდე წინასწარ გაცხადებული სახე უფლის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის, რადგან უფალთან მყოფი ორი წინასწარმეტყველი მოსე და ილია ერთმანეთთან საუბრობდნენ გოლგოთაზე ჯვარცმის შესახებ, ხოლო
ფერნაცვალი უფალი კი გვიჩვენებდა უჩვეულო მდგომარეობას ადამიანის გამოსახულების. კერძოდ ის ავიდა მთაზე ჩვეულებრივი მიწიერი ხორცით ხილულად და ფერისცვალების შემდეგ მოგეხსენებათ სამოსელი მისი გახდა უფრო ნათელი ვიდრე თოვლი, უფრო სპეტაკი, ანუ თეთრი ვიდრე თოვლი, ხოლო სახე მისი კიდევ უფრო ნათელი ვიდრე მზის თვალი. ანუ მზეზე კიდევ უფრო ნათელი. აი ეს უფროობითობა გვიჩვენებს იმას, რომ ეს არ იყო ნივთიერ ქმნილებათა განზომილება. თოვლზე უფრო თეთრი არაფერია მოგეხსენებათ, მაგრამ თოვლზე უფრო თეთრი არის ზე ნივთიერი, ისევე როგორც მზეზე უფრო ნათელი არაფერია და უფრო ნათელი არის დაუსაბამო და პირველადი ნათელი. უფალმა ფერისცვალების დროს ვიმეორებ გვიჩვენა თუ როგორი იქნება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა ადამიანებისა. ამის შესახებ შემდეგ კაცობრიობა მიხილა უпростоრად ეს იხილა უკვე მალე უფლის ჯვარცმის და აღდგომის დროს და ვიცით რომ უფალთან ერთად აღდგნენ მრავალი შესვენებული მართალნი, ვინც მეორედ მოსვლისაც აღდგებიან ასევე ჩვენ ვიცით რომ წმინდა მამების სულიერი განჭვრეტით ხედავდნენ მკვდრეთით აღდგომის ხატს თუ როგორი იქნება მეორედ მოსვლის დროს, აი მაგალითად ერთი შემიძლია მოგიყვანოთ მოკლედ წმინდა მაკარიმ ეგვიპტელის, რომელიც ამბობს რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ სხეულები იქნებიან მსუბუქნი, გამჭვირვალენი, მზეზე 7 ჯერ უფრო გაბრწყინებულები და ისინი ზეაღიწევიან ცისაკენ, ხოლო ცოდვილთა სხეულები დამძიბნებიან, დაბნელდებიან და დაეშვებიან ჯოჯოხეთისაკენ. ასე რომ მკვდრეთით აღდგომის დროს აბსოლუტურად შეიცვლება რა ადამიანის სხეული, ამას გვიჩვენებს ჩვენ ფერისცვალების ხატი და ამას გვიჩვენებს ჩვენ კრისტალი ამეთვისტოსი, როგორც კვარცის. და აი კვარცს ბროლს ახასიათებს ერთი თვისება. ის გარდატეხავს თავის შიგნით ფიზიკურ ხრწნილ, ანუ ქმნილ სინათლეს და გამოაშუქებს მისგან ცისარტყელას, ანუ სპექტრს. ესეც ღვთისგან ჩადებული საკვირველებაა და რატომ არის ძალიან საინტერესო, რომ როგორც მკვდრეთით აღმდგარ სხეულს კვარცს აქვს აბსოლუტური გამჭვირვალება. ჩვენ ვიცით რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი დახშულ კარში შევიდა. ის იმდენად ზენივთიერ განზომილებაში მოევლინა თავის მოციქულებს. გადასული იყო ამ განზომილებაში, ხო? აი ასევე კვარცი სულად ატარებს სინათლეს. წინააღმდეგობა დაბნელებული მატერიის არ ხვდება სინათლეს მასში გავლის დროს. და ამდენად კვარცის ეს თვისობრიობა მკვდრეთით აღმდგარი სხეულის თვისობრიობა. ახლა რაც შეეხება სპექტრს, ცისარტყელას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ესეც უფლისაგან კაცობრიობისათვის შეწყალების გამოხატულებაა და პირველად ცისარტყელა გამოჩნდა წმინდა წერილში ყოველ შემთხვევაში ასე ვკითხულობთ, როდესაც დამთავრდა წარღვნა, რადგან ვიცით რომ უკიდურესობაში გადასული გაუკეთურებული კაცობრიობა, რომელიც უკვე აღარ ბრუნდებოდა სიკეთისაკენ, უფალმა დასაჯა ჩარეცხა პრაქტიკულად მთელი მოდგმა, მაგრამ წამსვე შეინანა რა გამოაბწყინა ცაზე ცისარტყელა, რომელიც არის ღმერთის და ადამიანის შერიგების სიმბოლო. და ის სწორედ ცისარტყელის ფერწმინდაობა გვიჩვენებს ღვთისგან სამყაროს მიტავების საკუთრელ სურათს და სწორედ კვარცი და ბროლი მისი დედა, მისი დამბადებელი. აქვე მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ცხოვრებას გავაგრძელებთ და მოგახსენოთ კიდევ ერთი საკვირველი ნივთიერების შესახებ. უпростоრად არ ვიცი რა უწოდო მას ნივთიერება, ცოტა ზოგადი სახელი, ეს არის მარგალიტი. თქვენ მოგეხსენებათ რომ მარგალიტი არის უდიდესი სიმბოლო და მარგალიტი თავის სახელად, თავის სახედ დასახა კიდეც უფალმა სახარებაში, როდესაც გვიამბო ვაჭრის შესახებ. კაცმა ვინმე მდიდარმა და გონიერმა დაუმატებდა ამას განმარტავთ, გაყიდა ყველაფერი და იყიდა მარგალიტი ერთი მრავალსასყიდლისაი. უფალი ამის მეც არაფერს ამბობს, მაგრამ განმარტებლები განჭვრეტენ რა მარგალიტის თვისობრიობას ამბობენ, რომ ეს მარგალიტი არის
თავად იესო ქრისტე. მაგრამ მარგალიტი როგორც თავად იესო ქრისტე არის მგულვებელი აგრეთვე სასუფევლისა. რათვისობრიობით შეამკულფავა მარგალიტი და რა თქმა უნდა შესაქმის დროს მან იცოდა რომ მოვიდოდა დრო და ის თავის თავს იგულისხმებდა მარგალიტში. მარგალიტს აქვს ერთი საოცარი თვისება. ის არის ძირითადად თეთრი ფერი, მაგრამ ამასთანავე ისეა შექმნილი, რომ მაშინ გაივლის რა სპექტრი და ამობრწყინდება, სინათლე, ფიზიკური სინათლე და ამობრწყინდება, ცალკეულ შრეებში გადასვლის დროს ის ამოასხივებს წისარწყებას. ასე რომ მარგალიტი ერთდროულად არის დაუსაბამო ნათლის, ანუ უფლის და უფლის მიერ შექმნილი სამყაროს მრავალფერობის ერთიანობის ხატი, როგორც ქრისტემ შეაერთა ცა და მიწა, დასაბამი მისცა ამ ერთობას, ასევე მარგალიტი გვიჩვენებს ამ საკვირველებას. ეხლა თქვენ ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა, რა შუაშია ეს ფერისცვალებასთან, რადგან ეს ყველაფერი, რადგან ფერისცვალების დროს გაცხადდა სწორედ ერთის მხრივ ცის და მიწის შეერთება და მეორეს მხრივ, რაც მთავარია, ჯვარცმისა და აღდგომის უდიდესი საიდუმლო. კერძოდ უფალი ეცვა ჯვარს და აი ამ ჯვარცმას განადიდებს ამეთვისტოს იასამნისფერობა, ძოწისფერობა, სისხლისფერობა და აღდგა მკვდრეთით და მოუტანა კაცობრიობას მკვდრეთით აღდგომის უდიდესი სიხარული ჯოჯოხეთის კარი გაანგრია და გახდა შესაძლებელი მისგან გამოხსნა ადამიანისთვის თუ მას უნდა მყოფობა ღმერთთან. და აი ამის კი მომნიშნელი კი არის ერთის მხრივ მთის ბროლი და შესაბამისად კვარცი და მეორეს მხრივ მარგალიტი. ხო ჩვენ ხედავთ გამოსახულებას ფერისცვალების, სადაც ხედავთ უფლის თვალშეუდგამს სითეთრეს და ბრწყინვალებას, ის წარმოდგენილია დიდებით, წრიული დიდებით და მასში ჩახატულია აგრეთვე კვადრატული ფორმა, რომბის და ერთობა მათი წრიულობა და რომბულობა გვიჩვენებს ცისა და მიწის შეერთების ქრისტესეულ მათს. უფალი როგორც ადამიანი არის მიწის შემერთებელი, ნივთიერების შემერთებელი და როგორც ღმერთი დაუსაბამო და ამ დაუსაბამობას გამოხატავს წრიულობა და მთლიანად აი ვხედავთ ჩვენ სულ გამჭვირვალებას ამ გამოსახულების. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, რომ დიდებად წოდებული, მანდორლად წოდებული ეს გამოსახულება, ასევე წმინდა მამათა განჭვრეტით არის სიმბოლო სულიწმინდის. ანუ ჩვენ ფერისცვალების დროს ვხედავთ წმინდა სამების საკვირველ დიდებას, რომელიც გამოხატულია ქრისტეთი როგორც წმინდა სამების მეორე წევრით, ქრისტეთი როგორც განკაცებულით, ხოლო ამასთანავე დიდებით, რომელიც მამის განმადიდებელია და გვიჩვენებს რომ ქრისტე მხოლოდ შობილია და არაქმნილი არსება და წრით, რომელიც არის მარადიულობის გამომხატველი. ეს არის არაჩვეულებრივი ხატი წმინდა სამების მადიდებელი. მაგრამ აქვე მინდა და არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ უდიდესი მამა ქრისტიანული სამყაროსი მართლმადიდებლობის წმინდა გრიგოლ პალამა, რომელიც მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის არის ისეთი დიდი წმინდა მამა, რომ მისი ხსენების დღე დაწესებულია მოგეხსენება დიდმარხვის მეორე კვირა. რას უკავშირდება მისი ასეთი გამორჩევა ეკლესიისა მიერ, კერძოდ მას, რომ წმინდა გრიგოლ პალამამ განმარტა თუ რა ნათელი გამოვიდა მაცხოვრისაგან ფერისცვალების გაბრწყინების დროს. მოგეხსენებათ ამ პერიოდში იმძლავრა კათოლიკურმა სამყარომ და იყო ასეთი შემოტევა, მათ წამოაყენეს ძალიან ვერაგი დებულებები მის შესახებ, რომ სინათლე, რომლითაც უფალი გაბრწყინდა, ერთ შემთხვევაში ეს იყო თითქოს ფიზიკური გამოშუქება, მეორე შემთხვევაში ზოგი გულისხმობდა, რომ ეს იყო ჰალუცინაციური, ანუ შინაგანი ხედვა მახარებლების. მაგრამ რა გვიჩვენა წმინდა გრიგოლ პალამამ, რომ თაბორის ნათელი ეს არის უშუალოდ საღვთო ენერგიის ემანაცია, მისი გამოსხივება და ეს არის უქმნელი ნათელი, ეს არის უფლის ენერგიის
მომადლება კაცობრიობისათვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ახლა რა მინდა გითხრათ, რომ აი ეს ესთეტიკა, ამეთვისტოს ესთეტიკა, მთისბროლისა და მარგალიტის თავისებურებები მთლიანად გამსჭვალავს ქრისტიანულ ხელოვნებას. განსაკუთრებით ეს აქტიურდება ეგრეთ წოდებული პალამას პერიოდის ხელოვნებაში. მას უწოდებენ პალეოლოგოსურ ხელოვნებასაც, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პალეოლოგოსურობა ეს უფრო ვიწრო ეროვნულ პოლიტიკური ცნებაა და უკავშირდება ბიზანტიის იმპერიაში მნიშვნელოვანი გვარის პალეოლოგოსთა იმპერატორობას. მაგრამ სინამდვილეში დიდი მასშტაბით ეს არ არის პალეოლოგოსი, ეს არის პალამას დროინდელი ისიხასტური ხელოვნები, ისიხასტური სულიერების გაცხადების პერიოდი. ამიტომ მას უწოდოთ პალამას პერიოდის. ახლა რა ხდება ამ დროს? ქრისტიანულ ხელოვნებაში თქვენ მოგეხსენებათ თეთრი იმთავითვე არის როგორც ფორმატქმნელი ელემენტი. საერთოდ მინდა მოგახსენოთ, რომ მაღალი რანგის ხელოვნება ყოველთვის იცნობს თეთრს და შავს, როგორც დიაპაზონს ადამიანის აღქმის და მაღალი ხელოვნება ყოველთვის ამ დიაპაზონში გადმოსცემს თავის ფორმას. მაგრამ თეთრი მნიშვნელოვანია ქრისტიანულ ხელოვნებაში, როგორც თაბურის ნათლის ათინათები. ის ჩვენ შეიძლება პირველივე საუკუნეებიდან ვნახოთ, მაგალითად სინავთის ცნობილი ხატები მოგეხსენებათ თქვენ, როგორი წარმოუდგენელი კაშკაშა სინათლით ანათებენ. ეს არის სწორედ შინაგანი განცდა, სწორედ იმ მიუაჩრდილებელი დაუსაბამო და დაუვალი ნათლისა, რომელიც ქრისტეა და რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ეს საკვირველი გამოხსნა. ასევე მაგალითად რომ ავიღოთ ხო ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ნაბახტევის ღვთისმშობლის შესამოსელს და მის დეტალს, აი ეს თეთრები, რომელსაც დამუშავებულია ფორმა, ასევე თაბურის ათინათებია. ამასთანავე ჩნდება მარგალიტის სახისმეტყველება და როგორ. თუ მარგალიტი არის თეთრი და მასთან ერთად სპექტრი, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ მხატვრული თვალსაზრისით, თეთრშერეული ყველაფერი ვიღებთ რა სადაფისფერ ციმციმს. ამაზე ქალბატონი თინა ვირსალაძე წერდა, რომ აი ამ ისიხაზმის პერიოდის, ანუ პალამას პერიოდის ქართული ბრწყინვალე მხატვრობა ნაბახტევი თავისი კოლორიტით სადაფისფერი, ანუ იგულისხმა მარგალიტის ფერი. ამასთანავე ჩვენ თუ დავაკვირდებით ამ პერიოდის მხატვრობას, დავინახავთ, რომ ზოგჯერ ჩნდება განცდა ამეთვისტოსნაირი გამჭვირვალე კრისტალურობის. აი მაგალითად ჩვენ ხედავთ, რომ ნაბახტევში ღვთისმშობლის კაბა იქცა რაღაცა ნახევრად გამჭვირვალე თვალად, პატიოსთან თვალად, რომელიც თითქოს ინკრუსტირებულია ამ მხატვრობაში. ასევე ჩვენ შეიძლება ვნახოთ თვალები ძალიან ხშირად, რომელიც მწვანე სინათლით არის გადმოცემული და ასე შემდეგ. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ იმას, თუ რას ნიშნავს ამეთვისტოს სახისმეტყველება გელათის ღვთისმშობლის ტაძრის მოზაიკაში. ის განადიდებს უფლის ჯვარცმას და უფლის აღდგომას, ანუ უფლის მსხვერპლს. და ჩვენ ადრე გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოჰყავს განკაცებული უფალი ტარიგად კაცობრიობის გამოხსნისათვის. ეს არის ყოვლადწმინდა დედა, რომელიც როგორც სვეტი ისე აღმართული, რომელიც უმსუბუქესი ნაბიჯით მოემართება ჩვენსკენ. და ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ მთავარანგელოზი გაბრიელის სამოსლის სახისმეტყველებაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს და განადიდებს ქრისტეს როგორც მსხვერპლს, რომელიც ჯვარს ეცმევა იმისათვის, რომ აღდგეს და მოგვიტანოს მარადიული ხსნა. აი ნებამიმოძეთ დღევანდელი საუბარი ამით დავასრულოთ და ალბათ შემდეგში შეიძლება გავაგრძელოთ კიდე ჩვენი შეხვედრა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.